ხვალ 15 საათზე იფიცება საქართველო. ეს პროტესტისა და სოლიდარობის აქტი ერთად იქნება. პროტესტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და სოლიდარობა იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ციხეებში გამოკეტა და სასტიკად იძალადა. საქართველოს გაფიცვისკენ დღეს ოცნების პატიმრების ოჯახის წევრებმა მოუწოდეს. ეს ინდუსტრია, სადაც კონკრეტულად ოკმელა არის რეჟისორია და სარეკლამო ინდუსტრია. დღესდღეობით სრულიად გაჩერებული არის. ანუ აღარ მუშაობს არაფერი, ესე რომ ვთქვათ და ყველა უნდა გაიფიცოს. ყველამ ერთმანეთს უნდა მოუწოდოთ, ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ მაქსიმალურად. და ეს ერთიანი პროტესტი დავანახოთ ერთმანეთს. ყველას ხელეწიფება ამაზე, რომ 3 საათით გავჩერდეთ ერთ ადგილას რო ვიყოთ და თანადგომა გამოუცხადოთ სულ ყველას. დღეს ჩემია იქ, მაგრამ ხვალზე რა მოხდება, არავინ არ ვიცი. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი გაფრთხილება არალეგიტიმური მთავრობის მიმართულებით, რომ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ძმებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და კარგი საქმისთვის, რომელიც ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად ჭირდება. ყველას მოუწოდებ და გელოდებით ხვალ შემოგვერთდით და იქნებით ყველანი ერთად. გონია რომ მთელი ქვეყანა ხვალ იქნება ქუჩაში და ეს მარტო იმას ვფიქრობ, რომ როგორ წავიდე ყველგან რომ დავინახო ისინი და აი ვიყო ბედნიერი მაგით, რომ ყველა იქნება ქუჩაში. როცა დაკავებულების ოჯახის წევრები ვასო აბაშიძის თეატრთან ერთობლივი მოწოდებისთვის შეიკრიბნენ, ზუსტად იმ დროს ივანიშვილის კიდე ერთმა სამართლისა და სამართლიანობისგან ძალიან შორს მყოფმა მოსამართლემ ბზია ამაღლობელის დამოუკიდებელი ჟურნალისტის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ტყვეების რიგებს ამჯერად კრიტიკული მედიის წარმომადგენელი შეუერთდა, რაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ ამ რეპრესიებით არალეგიტიმური ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებასა და მოქალაქეების გაჩუმებას დაშინებით ცდილობს. დავიწყებ ჟურნალისტებით. ჟურნალისტების დევნა არის უბრალოდ უკვე აი ყველა ზღვარს გადაცილებული და ყველა მე არ ვიცი რა დავარქვა ამას. ჟურნალისტების დევნა, ცემა, სრულიად დაუჯერებელ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. რაც შეეხება გაფიცვას, ჩვენ მშობლები ყველა ერთად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოუწოდოთ, რომ გაბედონ და გაიფიცოს ორგანიზაციები, ბანკები. ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა 3 საათიანი 15 დღეში. როგორც მოსამართლეებს პასუხი გავეცით და დედებმა თავი დავახრევინეთ, აი ესე დავახრევინებთ თავს თითოეულ მაგათგან. იმიტომ რომ ჩვენ დედებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს. გამწარებულ დედას წინ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება. საშიშ ნიშნულზე ვართ მისული, როცა რეჟიმი გადაწყვეტს ჟურნალისტი გამოკეტოს ციხეში, ეს უკვე განგაშის ზარების შემოკვრის პერიოდი არის დამდგარი ჩვენს ქვეყანაში. ყველას მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დიქტატორული რეჟიმი როგორც კი გაიმაგრებს წელს, იცოდეთ, არავის არ დატოვებს, ყველას ოჯახში მიაკითხავს, ვისაც გონია რომ თავისი ბიზნესი დაზღვეული აქვს, იმ ბიზნესშიც მიაკითხავს, კომერციულ მაღაზიებს არ დატოვებს, ბაზრებში მიაკითხავს, ბოლო სახლებში მიაკითხავს და ყველას აუცილებლად ისეთ ზარალს მიაყენებს, რომ აი ვერასოდეს ვერ გასწორდებიან წელში. ამ ადგილზე შეკრება უკანონო პატიმრების ოჯახის წევრებმა სიმბოლურად გადაწყვიტეს. ვასო აბაშიძის თეატრის მთელი დასი თვეზე მეტია გაფიცულია. ამ თეატრის მსახიობია რეჟიმის ტყვე ანდრო ჭიჭინაძე. არავინ აპირებს დაუბრუნდეს სცენას, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. ყველა პატიმარი ციხეს არ დატოვებს და ახალი არჩევნები არ დაინიშნება. გაფიცული რეჟისორები და მსახიობები დიქტატურის წინააღმდეგ გაფიცვისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს. ამ ერთობის ყველაზე მეტად ეშინია ოლიგარქის მთავრობას და რა თქმა უნდა ის ამძიმებს რეპრესიებს. ჟურნალისტებზე გადავიდა უკვე ეს რეპრესიები და ჩვენ ხედავთ უკვე გამოკვეთილ დიქტატურას. ერი დასუსტდა, იმიტომ რომ ეს მტერი რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება, ხო? ეს იმპერიალიზმი მით უფრო და უფრო მეტად ხდება, მარცხდება, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ამის ადგილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, პროტესტში ჩართულ, მშვიდობიან პროტესტში ჩართულ ადამიანებს, თავარი იარაღი ჩვენთვის არის გაფიცვა
გააცრვა და დაუმორჩილებლობა. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ბინძური და ამორალური ქმედებების ნორმალიზებას და დაკანონებას ცდილობს ქართული ოცნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე მოგვწონს, ან ჩვენ ასე გვინდა, ან ამის კეთება გვიხარია. უბრალოდ იმიტომ, რომ აღარ ისუნთქება ამ ქვეყანაში, უბრალოდ იმიტომ, რომ შეუძლებელი არის ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ არსებობს მოქალაქისთვის არც პოლიცია და არც სასამართლო. ხვალ 15 საათზე იფიცება საქართველო ექიმებით, კლინიკებით, აფთიაქებით, ბანკებით, მაღაზიებით, რესტორნებით, ბარებით. იფიცება იმისთვის, რომ არ გაიყიდოს. იფიცება თავისუფლებისთვის და მომავლისთვის. იმ ადამიანების სოლიდარობისთვის, ვინც ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლის გამო რეჟიმმა თავის ტუსაღად აქცია.